G-Reviews გიბრუნდებათ ცივილიზაცია 5-ის Let's Play-ის მეორე ნაწილით და მოდი შევდგეთ საქმეს. წინა ნაწილში გამოგჩა რომ გვეთქვა ატილას უპირატესობების შესახებ. ეს უპირატესობები არის რომ მას თავიდანვე აქვს განვითარებული ტექნოლოგია Animal Husbandry, რაც ნიშნავს ცხოველების შეჯვარებას. ასევე მას მხოლოდ მას ყავს ცხენოსანი მშვიდოსნები და კედლის მგრეველები. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი თამაში. დავიწყოთ შემდეგ პრაღა უკვე აღმოჩენილი ყავს. პორტუგალიაც აღმოვაჩინეთ და ეხლა კიდე აღმოვაჩინეთ სხვა ქვეყნები. ახლა კი მივყვეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ხა next turn-ს დავაწოდოთ, ხანი დაველოდოთ. ახლა კი უკვე ჩვენ ჯერ როცა მოვა სკაუტებით უფრო სწრაფად გავხსნით ამ ტერიტორიას და უფრო საინტერესო გახდება თამაში. აი ჩვენ ჯერიც მოვიდა და ეხლა როგორც დაგვირეთ გავხსნათ სკაუტებით ტერიტორია და აღმოვაჩინოთ სხვა ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები. აღმოვაჩინეთ სიდნეი. ძალიან კარგი ქალაქია სიდნეი დამეთანხმებით. და ახლა როგორც ვატყობინებს სიდნეი 30 ოქრო გვაჩუქა. ეს ძალიან კარგი არის და კარგი ფაქტია. ძალიან კარგი. რა კაი ქვეყანა ყოფილა ეს სიდნეი, არ ვიცოდი აქამდე. ამ შეროა. ახლა სიდნეის მდებარე ტერიტორიასთან არიან Warriors-ები, მას შეუძლია დაგვიხოცონ ჩვენი სკაუტები, ასე რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასე რომ ჯობია მოვარიდოთ ამ ტერიტორიას ჩვენი სკაუტ მასტერები. გამოვიყვანოთ ეხლა ჩვენი სკაუტები. ჩვენ ჯერზე გამოვიყვანთ ეხლა. ეს next turn-მა ამიკლო აღარ შემიძლია აქტიურად. ახლა კი მივხედოთ ჩვენს კედლის მგრეველებს, რომელებაც აღმოგვაჩენეს პორტუგალია. იმედია აღმოგვაჩენება კიდე სხვა ქვეყნებსაც წავიდეთ. აი ეს არის მეგონი უკვე პორტუგალია. საინტერესო ქვეყანაა ძალიან პორტუგალია. ახლა რომ ჩვენ შევიდეთ პორტუგალიის საზღვრებს, ეს იქნება ომის გამოცხადება თვითნებურად. ასე რომ უნდა გქონდეს განვითარებული civil service, ეს ტექნოლოგიები შეგიძლიათ მოძებნოთ და უნდა გახსნათ საზღვრები და მაშინ უკვე შეიძლება თავისუფლად მის ტერიტორიაზე შესვლა. აი ახლა ზოხანი დაველოდოთ, მოვიცადოთ და გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. აი სკაუტებით ახლა გავხსნათ ტერიტორია. როგორც ხედავთ, ზღვასთან ახლოს ვართ. როგორც ხედავთ, ტექნოლოგიები განვითარებთ მშვიდოსნობას. ეს ყველაზე ძალიან ეს იყო რეკომენდირებული და ამიტომაც გავწყვეტ ამის განვითარება. ახლა აი აქ ძროხებით შეინიშნება ჩვენ მიმდებარე ტერიტორიასთან, როგორც ხედავთ. და ამდენ უფრო კარგი არის, რადგან პროდუქცია იზრდება ქვეყნის და ეს ხალხსაც არგებს. ეხლა სკაუტებით და ამ იმებით, კედლის მგრეველებით გავხსნათ სხვა ტერიტორია. აი როგორც ხედავთ, ზღვისპირა ადგილას მოხვდით. და აქეთ სულ ზღვა არის. ნენა გავხსნით ამ ტერიტორიას, აღმოვაჩინეთ ახალ ქალაქებს, აი აქეთ ნახეთ ნახელა ტერიტორია. და აღმოვაჩინეთ სხვა ქვეყანას. მე რატომღაც ვგონია რომ ეს კონტინენტი არის აფრიკა. მისი მოხაზულობით თუ იმშედებ და ასე გვერდით დგოს მადაგასკარის კუნძული არის, რომ მე ასე მეჩვენება. შენას თქვილაზე. მე მგონი ეს მართალია. აი მართლა ეხლა მეც მიმომსვლავსე, მართლა აფრიკაა. ძალიან დაკვირვებული თვალი ქონია ჩემო დიმა. თან ეს აფრიკა იქ რო არის, ვარკაცებთან როა ეს აფრიკა არ გეგონოთ. ეხლა ამ დროზე უკვე მშვიდოსნობა განვითარდება. დავაწვეთ next turn-ს და უკვე შეგვიძლია მშვიდოსნები გამოვიყვანოთ და უკვე პრინციპში ძლიერები და ომი დაუწყოს სახელმწიფოს ნალუბოის. აი თუნდაც იყოს პორტუგალია ეს. ეხლა დავაწვეთ next turn-ს და დავულოდოთ არჩერის განვითარებას, მშვიდოსნობის განვითარებას. აი განვითარდა ეხლა არჩერი მშვიდოსნობა და ავირჩიოთ ახალი ტექნოლოგია. აი adopt policy-ს მოგვიწია, როგორც აგიხსენით adopt policy არის ეს. დავაწვეთ adopt policy და განვავითაროთ
განვვითაროთ liberty ანუ თავისუფლება და ეს ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და კულტურის უფრო წინ წაწევას. ახლა ავიჩოთ შემდეგ განვითარება და მოდი ავიჩოთ mining-ი, ესეც რეკომენდირებულია და კარგი იქნება თუ ავიჩოთ mining. თან მე უკვე მუშებს გამოიყვანთ და შეიძლებათ რაღაც გაკეთება, ან ტყის გაჩეხვა, ან მაღაროების შექმნა და ასე შემდეგ. აი ეს გვატყობინებს და გვიჩვენებს ეს მანიშნებელი იმისაა, რომ ქვეყნის ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა, ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ ძალიან ნაყოფიერი მიწაა, პროდუქცია ბევრია და ნაყოფიერი მიწაა ქვეყნის გარშემო. მე წინა ნაწილში ვისაუბრე რელიგიაზე და იმის თქმა დამოვიწყო როგორ უნდა მოიმოოთ ეს აქ როგორც ხედავთ +0 არის. ეს ჯერჯერობით შეუძლებელია რომ მოიმოოთ, რადგან არ ვართ ესე განვითარებულები, უნდა ავაშენოთ საყდრები და უფრო რელიგიური გახდება ქვეყანა. ეს მომენტში ჩვენ შეგვიძლია რელიგიის დაარსება, რაც უფრო ხელს უწყობს განვითარებას და ხალხი უფრო შეკრული იქნება ჩვენს ქვეყანაში. თან როცა რელიგიას აერჩევ, შეგეძლება აქ არის ნამდვილი რელიგიები ასარჩევი, შეგიძლია ქრისტიანობა, კათოლიკეობა, ბუდიზმი და მუსლიმობა და ასე შემდეგ. და თუ სხვა ქვეყანაც იქნება, აქ როგორც ხარ შენ თუ ვინ აღმოაჩინეთ ამასობაში, თუ სხვა ქვეყანაც იქნება შენ რელიგიის მიმდევარი, ისინი უფრო კარგი ურთიერთობაში იქნებიან შენთან. აქ უკვე ამ ენჩეტრუინის დახმარებით ჩვენ აღმოაჩინეთ გვანიშა სადაც ბარბაროსების დებარეობა. აი ახლა ნახოთ, აი აქ არიან ბარბაროსები და შევეცდებით რომ მოვერდოთ. აი აქ არის მდინარე, როგორც ხედავთ. და კვლავ ძროხები. ძროხები და შენ რა გამოსწრებ, სიტყვა ისე არ გამოვა. არ ვიცი რა თქვა, ძროხები არიან და ძალიან კარგი იქნება ქვეყნის ის. ახლა რაღაცა ხდება, ჩვენ რაღაცა ჯარს მოუვიდა, რაღაცა. არაფერი არ მოსწრეთ, უბრალოდ ამათი ჯერი მოვიდა, ძალიან დიდი ხანია რაც უსაქმროდ არიან და საქმე მოინატრათ. ახლა 7 ჯერზე განვითარდება არჩერი, ისა mining-ი და უკვე შეგვეძლება მუშები გამოიყვანოთ და მაღაროებით იმას ვქნათ. ავაშენოთ. ასევე 3 ჯერზე აშენდება ქვეყანაში გრენერი და შემდეგ განახებთ შვილდოსარი, ახალ შვილდოსები, როგორები იქნებიან და გამოიყვანოთ ახალ შვილდოსრებს. ასევე გამოგრჩა რომ ოქროს ხანაზე გვესაუბრა, ეს არის მაჩვენებელი, როდესაც მაჩვენებელია 500-მდე ქვეყანაში დაიწყება ოქროს ხანა. ეს მოიმატებს გაცილებით და ანუ ქვეყანაში დაისადგურებს ქვეყნის ხანა და ხალხის უფრო გახარებული იქნება, რაც ომის პერიოდში ძალიან გამოსადეგია. ომის პერიოდში ხალხი არის ხოლმე გაბრაზებული და ეკონომიკა ძირითადად ცუდ დღეშია ხოლმე. ასე რომ ეხლა ასე არ მოხდება ოქროს ხანაში. აი გავახსნებინოთ სხვა ტერიტორიები. აი გადავიყვანოთ ახლა აქ და რა ვიცი, გადავიყვანოთ აქ და იმედი აღმოგვაშენოთ სხვა ტერიტორიას. ან ჩვენი ჯერი მოვიდა, next tour დავაწვეთ. აი უკვე მე მგონი ერთი ჯერი დარჩა იმ გრანერის აშენებას, ახლა ამის მერე კიდე ერთი. აი ახლა როგორც მარჯვენა კუთხეში გვიჩვენებს, ანუ სიდნეი შეწუხებულია, იმიტომ რომ ჩვენ მის ტერიტორიაზე ყავს ჯარი. და ძალიან გთხოვს რომ გავიყვანოთ ჯარი მის ტერიტორიიდან. ასე მოდი ძალიანად გთხოვთ მას გვაჩვენოს 30 ოქრო და პატრიოტიცეთ და გავიყვანოთ ჩვენი კედლის მგრეველები მათი ტერიტორიიდან. მგონი ეს კარგი საქციელი იქნება ჩემის აზრით. აი ახლა გრენერიც განვითარდება ერთ-ერთზე და სკაუტებით გვაქვს კიდევ გასაკეთებელი საქმე. აქეთ აგვინებდა რომ აქ გვანიშა ბარბაროსები არიანო, წავიდეთ პირდაპირ. აი კიდევ ერთი ქალაქი აღმოაჩენეთ, რაგუსა. და ამ რაგუსამას 30 ოქრო გვაჩვენა. რა ვიცი რა მოვიდათ, მე რომ მქონდა გახსოვდი ცივილიზაცია, აქეთ მარცხენა ყოფნა ფულს. აი ახლა აღმოაჩენეთ რუინი და ამ რუინსმა მოგვიმატა 20 კულტურა და ეს გვეხმარება ადოლფ პოლისის მალე განვითარებაში. ეს ადოლფ პოლისი როგორც აგიხსენით არის აი კულტურის ან თავისუფლების და ტრადიციების აი ახლა მოვიდო მაჩვენებელი the most people like to smile the most. ანუ ღევილის მაჩვენებელი ხალხის, ანუ ყველაზე ბევრი ვისა აქ. პირველ ადგილზე არის უცნობი, მესამე ადგილზე არის მარია, რომელიც პორტუგალის დედოფალია და ჩვენ
ბოლოზე ვარ სამწუხაროდ 9 სმაილი გვაქვს. ძალიან ცუდი სამწუხარო არა უშავს დავეწევით აბა ატილარის იატილა. გავხსნათ აბა კიდევ ტერიტორია და წავიდეთ. როგორც ხედავთ, ამ ქალაქ რაგუსაში არის დიდი რაოდენობით ღვინო და ეს სწორედ ეს უწყობს ხელს ამ სმაილების მომატებას. ახლა კი პროდუქციის არჩევის დრო მოვიდა, გრენერი განვითარდა ჩვენს ქალაქში და ახლა ვირჩიოთ ახალი პროდუქცია. მოდით იყოს მაინც ეს ქვეყანა მტრებით არის ავსე და იყოს მშვიდոցნები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ 7 ჯერში გამოვიდნენ, ჩვენ არჩეული გვაქვს სწრაფი დრო, ანუ სტანდარტული, და არ გიყვარს ახლა ჩვენ ძალიან დროის გაწევა და უფრო საინტერესო იქნება ჩემი ერთ ეს. ახლა კი უკვე გავხსნათ ტერიტორია, გამოვიყვანოთ მათ საზღვრებიდან, როგორც გთხოვეს მათ, შევუსრულოთ ეს სურვილი და კიდევ ერთი რუინი აღმოვაჩინეთ. აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი რუინი, შემდეგ ჯერზე უკვე მივუახლოვდებით მაგ და გავიგებ თუ რა სურპრიზი აქვს, რა საიდუმლოს მარავს ეს რუინსი. რაგუსაც იგივე პრობლემა აწუხებს, რასაც წინა ქვეყანას აწუხებს და მოდით გავიყვანოთ, შევუსრულოთ ხონა და გავიყვანოთ ტერიტორიიდან სკაუტები. ეხლა შევიდეთ კენის მგზავრებით რუინსში და ნახოთ როგორ საჩუქარი არის მაინინგი განავითარა ამ რუინსმა და ეხლა ავირჩიოთ სხვა ტექნოლოგია. ავირჩიოთ ბორბალი, ეს ბორბალი რეკომენდირებულია, ნახეთ 2 აქვს, 2 სამინისტროს აქვს. რეკომენდაცია აქვს 2, ამიტომ ავირჩიოთ ეს ზღველი და დავაწევთ next tunes. ახლა ჩვენ განვითარებული რო გქონდეს ტექნოლოგია, კომპასი თუ არ ვწდები, ეგრევე შეგვიძლია გადაყვანა ჩვენი მეომრების მეორე ნაპირზე, თუმცა არ განვითარებულია ეს, ამიტომაც უკან მობრუნება მოგვიწევს. და ისე მოგვიწევს სიდნეის ტერიტორიაში შესვლა. აი ახლა შეგხვდნენ ბარბაროსები, მაინც ვერავერიდეთ თავი ბარბაროსების ჯარისკაცებს და ამ სკაუტებით ვერაფერს ვერ დავაკლებთ, იმიტომ რომ სკაუტები არის გასახსნიათ მარტო და ვერაფერს ვერ დავაკლებთ სკაუტებით, მოდი გავმაგზავნოთ გზა და გავხსნათ სხვა ტერიტორია. აი კიდევ next ჩვენ ჯერ მოვიდა და ნახოთ არჩერებს 4 ჯერი არის არჩერების მშვიდობების გამოყვანამდე. ჩემი აზრით კიდევ უნდა გამოვიყვანოთ ცეცხლერები და რათა ახალი ქალაქი დავაარსოთ. ძალიან კარგი იქნება, მარტო ერთი ქალაქით ვერაფერს ვერ გავხდებით. ესენი გავარიდოთ აქ და გავხსნათ სხვა, ნახოთ სხვა ადგილები. აი როგორც ხედავთ, ჩვენ ქალაქში არის ბევრი ტყე, როცა ჩვენ გამოვიტარეთ, უკვე მაინც გამოვიტარეთ, მუშებს რო გამოვიყვანთ, ჩვენ შეგვიძლია ამ ტყის გაჩეხვა და ფერმების აშენება, რაც პროდუქციას ხელს უწყობს და უფრო გაიზრდება ეს ქალაქი ტერიტორიითაც და მოსახლეობის მხრითაც. ეხლა next-ს რო დავაწევით, სულ რაღაც 2 ჯერში გამოვა არჩერები, მშვიდოსნები. მოდით აი ხა ეს თვითნებურად შევიდნენ ესენი თავის ტერიტორიაზე და მოდით გამოვიყვანოთ ესენი ტერიტორიიდან თუ მოვახერხებთ პირველივე ჯერზე. როგორც ხედავთ, აქ გვიჩვენა რომ რომელიღაცა ქვეყანამ უცნობმა ცივილიზაციამ დაამყარა პანთეონი. ეს არის რელიგიის წინამორბედი. ესეთი პანთეონი დაარსო 2, ხოლო შემდეგ შეგიძლია დაარსება რელიგიის. მათ აირჩიეს ომის ღმერთი. და მათ ემატებათ ყოველ 4 ტერიტორიაზე ერთი ფისი არის, აი ჩიტირონ ხატია, ახლა აი ეს, როდესაც გესაუბრეთ ადრე. ხაკი ედოტფოლის ეს ჯერი მოვიდა კვლავ, დავაწვეთ ედოტფოლის და ავირჩიოთ პირველივე ეს ჯარისკაცებში. აი ეს მოიცავს ნახოთ რა უპრეცედენტო 15 პროდუქცია, როდესაც გავხსნით გაცვლის იმას, რა ქვია, გზებს. ხო მეორე ნახოთ მეორე რა არის, მეორე ეს კულტურის და რელიგიის სხდარი განვითარება. მგონი ჯობია მეორე განავითაროთ, ჩემი აზრით, დისციპლინა ქვია მას. ან გამოვიდეთ ედოტფოლისიდან და ნახოთ ამ ხალხში გამოვლენ ჩვენი მშვილდოსნები თორსები ერთჯერ, ან ორჯერში. დავაწევით და უკვე ერთჯერში იქნება. ჩვენ ყოველჯერზე გვემატება 3 ოქრო, როდესაც ბევრი ოქრო დაგვიგროვდება, მარტო შეგვიძლია რომ ქვეყანას ვაჩუქოთ და ასევე ვიყიდოთ რაღაც ისინი, მაგალითად შეგვიძლია მუშები ვიყიდოთ ან სხვა რაღაც, მაგრამ მუშების გამოყვანა სადაც შეიძლება. ჩვენ ახლა რუინი და ბარბაროსები ერთდროულად აღმოვაჩინეთ, ესა და ბარბაროსებს თავს მოვარდებ და შევალთ რუინში და ნახოთ რა საიდუმლოს მაგავს იგი. იმედია რაღაც ჩვენებს გამოსტექი რამე იქნება ამ რუინში, ამას ახლავე გავარკვევთ. დიდი დრო არ დაჭირდება ამ ყველაფერს.
აი ბარბაროსები წინავიდან თუმცა ვერ შეგვაჩერებენ იგინი ისინი ჩვენ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ. ატილას კორტი კიდევ გაიზარდა, რადგან კარგი პროდუქცია. ეხლა შევიდეთ უკვე თვითონ რუინში, ამ ჯერზე ვერ შევთ, ჯობია ცოტა მოუვაროთ, ესე შევეცოთ, შევიზდან მოუვარეში მშვიდობით მიდიო ნათქვამია. ეხლა ნექსტუსო დავაწვევით უკვე გამოვლენ ჩვენი მშვილოსრები და ამის შემდეგ გამოიყვანოთ ქალაქში დავტოვოთ რამე რომ მოხდეს და ამის შემდეგ გამოიყვანოთ ცეთლერები და დავაარსებინოთ ახალი ქალაქი. ახალი ქალაქი მე მგონი აქ ჯობია დავაარსებინოთ ზღვისპირა და უფრო მიმოცვლა, უფრო კარგი იქნება სხვა ქვეყნებთან. როგორც ხედავთ, აი გამოვიდნენ მშვილოსრები, თუ გინდა განახებთ, ოდნავ წინ გამოწევ, რათა დაინახოთ. აი მივაახლოთ, ესენი არიან ჩვენი მშვილოსრები. აი ესენი არიან ჩვენი მშვილოსრები ესე. ეხლა ავირჩიოთ პროდუქცია, როგორც დაგპირით, უნდა ავირჩიოთ ცეთლერები, რათა დავაარსოთ ახალი ქალაქი. ეხლა მოდი ancient ruin-ი ამათ შევმოუტევიათ ბარბაროსებს ჩვენი სკაუტებისთვის. აი როგორც ხედავთ, კიდევ ერთი რუინი აღმოაჩინეთ, ჯობია ამ რუინს მივადგეთ ვიდრე ამ რუინს, რადგან აქ იცავენ ბარბაროსები, მივიდეთ ამ რუინთან და ნახოთ რა საიდუმლოს მალავს. მოდი გამოვიყვანოთ ჩვენი კედის გრეველები ამ ტერიტორიიდან და ავასრულოთ სიდნეის თხოვნა. ეხლა ვნახოთ თუ გვაქვს იმდენი თანხა, რომ ვიყიდოთ ვორქერები. ამისათვის უნდა დავაწვეთ ჩვენს ქვეყანას დავაწვეთ და დავაწვეთ purchase. არა სამწუხაროდ არ გვაქვს საკმარისი თანხა ვორქერების გამოსაყვანად, მათ 310 ოქრო სჭირდებათ, ჩვენ კი 167 ოქრო გვაქვს. გამოვიდეთ ეხლა ეს ძალიან სამწუხაროა რომ არ არის, გამოვიდეთ. აქ რჩევას გვაძლევენ ეკონომიკის სამინისტროდან, მოდი არ გვინდა. Thank you, მადლობა გადავხვალ და გამოვიდეთ დავბრუნდეთ პირვანდელ მაპზე. ახლა მივხვდით ჩვენ სკაუტებს ვნახოთ ბარბაროსები კლავ თუ არა ბარბაროსები წავიდნენ, თუმცა ჩვენ მაინც ეს რუინი აქვს, შეიძლება აქ ჭრილია და არ ჩანს, იმიტომ ეს ხდება რაც ახლოს არხა. ახლა მოვიდეთ ეს ჩვენი მშვილოსნები შევიყვანოთ ქალაქში. ყოველდღე რო არ შეგვაწუხონ ამ მშვილოსნებმა შეგვიძლია ისინი დავასვენოთ, აი ალერტს დავაწვევთ და აღარ შეგვაწუხებენ, სანამ ჩვენ არ მოგვინდება. ახლა კი სკაუტებს მივხედოთ, რომ მოვიდა რომ ის მათ რუინი აიღონ. ეს არის, ანუ მათ ხო დაგვაკლეს ახლა ბარბაროსებმა და ამით შეგვიძლია ჩვენ მოუმატოთ მათ სიცოცხლე. მოდით ახლა შევიყვანოთ ისინი რუინში, მაგრამ როცა ამოძრავებს ნაკლებად ემატებათ. ამ რუინში ჩვენ ქალაქის პოპულაცია ან მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა კი დავუბრუნდეთ პირველ რუინს. შეგვიძლია კვლავ კი ერთი საკეთება შეგვიძლია. ჯერ ცოტა შორიდან მივიდეთ რომ ნახოთ არიან თუ არა ბარბაროსები კვლავ აქ. დავაწვეთ next turns. თუ ნახოთ ამ ჯერში გამოვლენ ჩვენი ცეთლერები, მოდი ნახოთ. საინტერესოა, ხოლო ბორბალი 4 ჯერში გამვითარდება. ცეთლერები 9 ჯერში გამოვლენ. როგორც ხედავთ, ძველი წელთაღრიცხვით 2660 წელია და 33 ჯერი უკვე გავიარეთ. მოდ კვლავ დავწვეთ next turns. ჩვენ იმებს მივხვდით, ის დაგვრჩა რა ქვია, ჩვენი აქვია თავად კედლის გრეველები. და გავხსნათ სხვა ტერიტორიების. აქეთკენ წასვლა მგონი აღებს, რადგან ტერიტორია დაკავებული აქვს პორტუგალიას და ვერ შევათ მათ ტერიტორიაზე. ასევე როცა ბევრი ქალაქი იქნება, აი აქ ვილზეც დაკავშირებული ჩანს გზები. ანუ როდესაც გვექნება ორი ქალაქი, ყველა ქალაქი უმჯობესია რომ დაკავშირებული იყოს დედაქალაქთან. ეს ხელს უწყობს სწრაფ გადაადგილებას, მათ სწრაფ გადაადგილებას ქალაქიდან ქალაქში. ისა ჯარისკაცების ან მუშების და ასეთ სხვა პირების გადაადგილებას ქალაქიდან ქალაქში. ეხლა ჩვენი სკაუტების მოუწიათ თავიანთმა რიგმა. მგონი შევძლებთ და ავიღებთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ რუინის აღებას. არა უშავს, იმედია შემდეგ ჯერზე მაინც დაგვაცლინა ბარბაროსები და ავიღებთ ენის რუინს. გინდათ შეგვიტიონ ბარბაროსებმა, ხო, მაინც ავიღოთ ეს ancient ruin და გავასწოთ ბარბაროსებს, წავიდეთ აქეთ მხარეს. ეს ტერიტორია დაბურუსთ არის მოცული, არ გაგვიხსენია და ნახოთ იქნება საინტერესო რამეები შეგვხდეს. მოდი ჩვენ გავიყვანოთ, გავხსნათ სხვა ტერიტორია და დავასვენოთ ცოტა ხანი. მგონი მე შევწდი ეს არ არის აფრიკა, უფრო გავს ევრაზიის სამხრეთ ნაწილს, ჩემი აზრით და ეს მგონი არ ვიცი, ნახოთ და რო გავხსნათ რუკას, უფრო მალე გავიგებთ ამას. ახლა კი მოდი სკაუტებით ავიღოთ ჩვენი ის თუ ჩვენი დიახ და ახლა ბარბაროსებით განაზეთ. შეტევა არ ღირს მგონი.
ჯობია მოვერიდოთ თავს ერთი რუინის არაღება, არაფერს დავაკლებს და ჯობია წავიდეთ მოშორდეთ და გავხსნათ ჩრდილოეთისაკენ ტერიტორიები. ამან ვაკეთკენ მოწავეთ თები შეგვიშლიან ხელს, ან ჯობია აქედან წავიდეთ. თავის კეთილ. ახლა აი გავს next turn-ს დავაწვეთ და ბორბალი განვითარდება უკვე ამ ჯერზე და ეს ძალიან საინტერესო შეგვეძლება ხედარი მშვიდოსნების გამოყვანაც. ხედავთ ბორბალი განვითარდა და ასევე ბარბაროსები გავიდნენ ამ რუინიდან, შეგვიძლია ავიღოთ ეს რუინი ახლავე, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. კვლავ გვაპოვნინა ბარბაროსების ადგილმდებარეობა. ესეც სასარგებლო არის. სამი ადგილმდებარე დავაწვეთ და ვნახოთ. ერთი აქ და ერთი აქ. ახლა კი ავირჩიოთ ახალი პროდუქცია. ავირჩიოთ ახალი პროდუქცია, და მოდი ავირჩიოთ ნაოსნობა, რადგან მაინც ზღვისპირას გვაქვს ქალაქები და კარგი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. აი დავაწვეთ კვლავ განვითარების სიცოცხლის ნელ-ნელა მომატებას და მოვარიდოთ ამ ბარბაროსების ტერიტორიას. დავაწვეთ next turn-ს, მოდი ვნახოთ ჩვენ ქალაქში გადავიდეთ და ვნახოთ 5 ჯერზე გამოვლენ სეთლერები და დავაარსებთ ახალ ქალაქს. შემდეგ გამოვიყვანოთ მუშები და დავამუშავებინოთ ქვეყნის მიმდებარე ტერიტორია. ეხლა ეს next turn-ს ვერ ვაწევით, ანუ ვიღაცა დავშვა გამოუძრავებელი, დავაწვეთ ამას და გავამოძრავოთ, გავხსნათ ტერიტორია. აი ცოტა ხანი მოვიცადოთ, სანამ სეთლერები გამოვლენ და მერე სეთლერების გამოსვლის შემდეგ უფრო საინტერესო გახდება თამაში. აი გვანიშნა კიდევ პანთეონის ღმერთი არის რომელიღაცა ქვეყანაში განვითარებული, რომელიც არ ვიცნობთ იმ ქვეყანას ჩვენ. ეს მათ აირჩიეს პანთეონის ღმერთად ზღვის ღმერთი და პროდუქციას უმატებთ ნებისმიერ სათავის ნავზე. ეს იყო პორტუგალიას გაუკეთებია, ეს უცნობი ქალაქი არ არის. მოდით ჩინაგჯერს დავაწვეთ და კიდევ ერთი ბარბაროსების აღმოაჩენთ, მოდი ვნახოთ სად არის ეს. მოდი შევუტიოთ და ცოტა მოვახანცოთ ჩვენი მაყურებელით. აი ხა როგორც ხედავთ, დადგა დრო იმისა, რომ ჩემი სასურველი ავისრულო და შევუტიოთ რომელიღაცა თუნდაც ბარბაროსები იყოს. ეხლა მე მგონი ესენი დავშვა გაუმოძრავებელი და წავიყვანოთ, გავახსნევინოთ სხვა ტერიტორია. დავაწვეთ next turn-ს და დავილოდოთ ცოტა ხანი. ეხლა ამათ მომატებინოთ და ამით შევუტიოთ ამათ. არა, ჩვენ შევძლებთ ამით შევშელავ მხოლოდ ქალაქებზე. კადენს გარევთ, მაგრამ ისინი უტევენ ქალაქს და ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ბოდიში ამ შეცდომისთვის. თუმცა სხვა დროს შევუდავთ, ნუ გეშინიათ, ესეც არ მოგაკლდება ჩვენ სერიებს. ახლა next turn-ს დავაწვეთ და ნახოთ ამ ჯერში გამოაჩვენ სეთლერები, ყველასთან გვინდა რომ მალე გამოდეს 3 ჯერზე უკვე რომ ჩვენ ჯერი მოვაკლო 2 ჯერი იქნება. 2 ჯერი იქნება. აი როგორც ხედავთ, მაღლა ანუ რელიგიის გვერდზე არის ცხენების რაოდენობა აღნიშნული. როდესაც ცხენები იქნება შენ ქვეყნის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ მუშებით ისინი მონიშნოთ, აი როგორც აქ არის მაგალითად, და ცხენები მოგიმატება შეგიძლიათ ცხენოსნებიც გამოიყვანოთ. თუ რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა. აი როგორც ხედავთ, ფული უკვე როცა შემდეგ ჯერი მოსკნათ და ეხა სეთლერებს დავილოდოთ, უფრო საინტერესო რომ გახდა ჩვენ თამაში. 200 გვაქვს ფული, ხალხის გაღიმება 7 და ყოველ ჯერზე 4 გვემატება. მოდი გავარდოთ ისინი აქაურობას, რომ ესენი ბარბაროსების შვილები იღებენ ჩვენს კრეველებს. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი საზღვარი ნახეთ, გონი ჩვეულებრივი ქალაქ საზღვარი უნდა იყოს და იმედი ისინი გვაჩუქებენ ფულს. ცუდი არ იქნება ჩემი აზრით. აი next turn-ს დავაწვეთ და გავიგებთ ამას. ამ ყველაფრის შესახებ. აი ახლა როგორც ხედავთ, გვიტევენ ისინი მშვიდოსნები ბარბაროსებს, თუმცა ეს არაფერია. გამოვიდნენ ჩვენი სეთლერები მეგობრებო და შეგვიძლია ზღვისპირა ქალაქი დავაარსოთ. ახლა პროდუქცია ავირჩიოთ, როგორც აკეთებთ ესენი იქნებიან მუშები და თავი ავარიდოთ ბარბაროსების მშვიდოსნებს, რომელთაც თვითონ აგვარდეს თავი. და ეს ქალაქი არის ბუდაპეშტი. მან 15 ევრო გვაჩუქა, ისევ დიდი მადლობა ვთქვით მან. როგორც ხედავთ, ბევრი სიახლეა და მოდით ნახოთ რეები არის. მივალოთ გვერდზე და უბრალოდ მიდევით შეგვიძლია ვნახოთ. ჩვენ შევხვდით ბუდაპეშტს, ესაც ვწოდეთ, დაბლა ჩამოწიოთ. ანუ ისინი მოგოსანებიან ჩვენ აქ ჭუქნიან ფულს. რა აღმოაჩენთ კიდევ ერთი ბარბაროსების დაჯგუფება და მოდი ვნახოთ სად არის ეს დაჯგუფება. აი აქვე არიან ბუდაპეშტთან ახლოს.
და პორტუგალიამ განცხადა, რომ იგი იცავს ბუდაპეშტს. თუ მათ შევდეთ, ეს იქნება გამოცხადება ომის პორტუგალიას. ჩვენ პრაღა გვთხოვს, რომ დავეხმაროთ მათ ფავორსების განადგურებას, მაგრამ ჩვენ ყავს მხოლოდ მშვიდოსნები, იმიტომ კედლის გრევებს არ შევდით მათ შეტევა, ასე რომ უარით უნდა გავისურვოთ ისინი. ხა შემდეგ ჯერ გადავიდეთ ნექსტანს დავაწვევით. მივალთ ზღვის პირთან და დავაარსებთ ქალაქს. ერთი პანსეონი დაფუძნდა, ეს არის ორალ ტრადიციები და ერთი კულტურა ყოველ პლანტაციაზე. ეხლა მივიყვანოთ ჩვენი სეთლერები, ამჯერად ვერ მივლენ სამწუხაროდ, თუმცა როცა მივლენ, ხომ მივლენ. დავაწვევთ ნექსტანს და ამომოძრაოთ ჩვენი თუ უჯობესი იქნება რომ არ შევიყვანოთ ისინი ბუდაპეშტის ტერიტორიაზე. აი როგორც ხედავთ ავარიდეს თავი ბუდაპეშტს, რადგან პორტუგალიამ თქვა განაცხადა რომ მე ბუდაპეშტს ვიცავ და იმასთან ომის გამოცხადება, ჩემი ომის გამოცხადებაო, დავაწვევთ ნექსტონს და შემდეგ ჯერზე ალბათ უკვე მივიყვანთ დანიშნულ ტერიტორიაზე სეთლერებს და დავაარსებინებთ ქალაქს. აი აქ ესენი არის რომ რეკომენდირებულია ამ ტერიტორიებზე გაშენება და ეს მოგცემს ხალხის ღიმილს, მაგრამ ეს უფრო და მივიყვანოთ აქ ხელაუშს და შემდეგ უკვე თავისუფლად დავაარსებთ ქალაქს. და გავხსნათ აი ancient ruin-ი აღმოვაჩინეთ კვლავ. შემდეგ დღეზე უკვე ვნახავთ რა არის ancient ruin-ში. და შემდეგ დღეზე ასევე დავაარსებთ ახალ ქალაქს. ეხა დავაარსოთ ქალაქი და დაარსდა ქალაქი სახელად იბიზა. ზღვისპირა ქალაქი, აუჩოს პროდუქცია. აი პირველად დაარსებულ ქალაქში სუესია, ისუ მაღალი ისუ ჯერია გამოყვანეს და ყველაზე დაბალი არის 40 და ჯობია ავაშენოთ. ავაშენოთ ეს თან ამავდროულად რელიგიის განვითარებასაც გამოიწვევს. დავაწვევთ და ეხლა კიდევ დაგვრჩა ancient ruin-ი აღმოსაჩენი. ახლა შევიდეთ ancient ruin-ში და ვნახოთ რა იმალება 85 ფული, რაც ურიგო არ არის. მოდით ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით მესამე ნაწილში.